მოკლედ, როგორ ჩავთოთ Elix Show-ს ლაზერი. პირველ რიგში აუცილებლად წევთ ლაზერის ავტომატს. თავთ კონტაქტორს. დენი უკვე არის დაანდგარზე მოსული. შესაბამისად უნდა მოვიდეთ ყოველ შემთხვევაში ნახოთ რომ ეს გადატრიალებული არის. გადავატრიალებთ, აი ეს ჩაირთვება, ნაწერი აქ on. შემდგომ აუცილებლად მივალთ ჩილერთან. ჩილერი ჩაირთვება და აწერს ტემპერატურებს. აუცილებლად ტემპერატურა უნდა იყოს აცილებული 20 გრადუსს და ამის შემდგომ უნდა დავიწყოთ მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ დავიწყებთ დავალ ტემპერატურაზე მუშაობას, აი აქ ლაზერის გენერატორზე იქნება ანთებული ყვითელი ნატურა. თუ ყვითელი ნატურა ანთია, ესე იგი რაღაც ალარმი არის. და შესაბამისად უნდა დაველოდოთ ტემპერატურა ოდესაც ავა და თუ აქ ლაზერზე ყვითელი ანთია, ამ შემთხვევაში გამორთავთ მთლიანად ელექტროობას, დაანდგარზე მიმავალს, 15 წუთი დაველოდებით და ხელახლა ჩავრთოთ. კარგი. შემდგომ ეს უკვე ჩავრთეთ. კომპიუტერი თავისით არ დაისტარტა. შესაბამისად გავაღებთ ელექტროკარადას. დავაჭერთ ჩართვის ღილაკს კომპიუტერს. კომპიუტერი დაიწყებს ჩატვირთვას. დროთა განმავლობაში ელექტროკარადა სასურველია რომ გაიწმინდოს მტვერისგან, თუ მტვერის აკუმულირება მოხდა. ეს არის ძრავების, სერვოზრავების დრაივერები. აქ არის ჩვენი კვების ბლოკი, კონტროლერი, ფილტრი, რელეები და მთავარი ავტომატები. კომპიუტერი უკვე ჩაირთო, შეგვიძლია აპლიკაცია გაუშვათ. აი ეს არის სამართავი აპლიკაცია. ორჯერ დავაჭერთ და გაიშვება. მანამდე შეგვიძლია ჩავრთოთ ჰაერის კომპრესორი. დენი როდესაც მივა ჰაერის კომპრესორზე, აი აქ ამ ღილაკს დავაჭერთ. ერთხელ, ორჯერ ავტომატურად გაიშვება. უნდა გავითვალისწინოთ სოკოზე ხელი არ ქონდეს დაჭერილი. ეს არის ჩვენი საშრობი იუნიტი, ეს საშრობი ამ ღილაკით ირთვება და ყოველ დღის განმავლობაში 2-3 ჯერ სასურველია თუ აქტიურად მუშაობთ, სასურველია აი აქედან დაიცალოს წყალი რეზერვუარის ძირიდან. ეს ონკანი უნდა გახსნათ, რომ ლაზერის საჭრელი ჰაერი წავიდეს სისტემაში. ხოლო ეს რეგულატორი არის ცხვირის გაგრილება. ეს გჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკელ მასალებზე მუშაობ დიდი ხნის განმავლობაში. აქ უნდა დავაკვირდეთ, რომ წნევა 1 და 3-ზე, ანუ 13 ბარზე უფრო მეტი არის. ან თუ გინახა რეალური მნიშვნელობა, რამდენი ბარი არის, ეს არის მეგაპასკალი. ეს უნდა გავამრავლოთ 10-ზე. ანუ 1.6 მეგაპასკალი თუ არის გავამრავლოთ 10-ზე, ანუ 16 ბარი არის. ესე იგი რეგულარულად, ანუ ამ ჰაერის კომპრესორს რეალურად ჭირდება 500 საათზე, 500 სამუშაო საათზე სეთის გამოცვლა, სეპარატორი ფილტრის და სასურველია ჰაერის ფილტრებით შეიცვალოს. ჰაერის ფილტრებს ასევე ძირში აქვს დამცლელები და ყოველ ჩართვაზე იდეაში ყველა ონკანს თუ გახსნით დაკეტავთ, კარგი იქნება. ახლა რა შეეხება უკვე სამართავ აპლიკაციას. როდესაც ჩაირთვება, მიცემთ Return to Origin. დაანდგარი დაიწყებს განულებას. ყველას X-ზე, Y-ზე, Z-ზე ნამადროულად ფოკუსედაც გააკეთებს განულების ოპერაციას და შემდგომ უკვე შეგვიძლია მუშაობის დაწყება. განულებას მორჩა. შეგვიძლია დავიწყოთ გამოჭრა. მაგალითად დავხაზეთ რაღაც პატარა კვადრატი, ან ფაილის შემოტანა თუ შეჭირდება, დავაჭერთ file, import და რომელიმე ნახას ვთქვათ გავხსნით. ესე შემოვიდეთ. ძირითადი ფორმატები რაც აქვს სამუშაო, ეს არის TXT ფორმატი. აი აქ არის დანარჩენი ფორმატები. უმეტესობა აპლიკაციას აქვს DXF ფორმატის დაექსპორტების საშუალება, შესაბამისად ირჩევთ DXF-ით იმუშაოთ.
ახლა რაც შეეხება პარამეტრებს. აი აქ არის ლეიერის პარამეტრები. ეს არის პირველია ჭრის სიჩქარე, მასალიდან ცხვირის დაშორების სიმაღლე, ნორმალი 3 იყოს მოდი. რა წნევაზე იმუშაოს 16 ბარი, ჟანგბადით თუ აზოტით, ამ შემთხვევაში აზოტით მუშაობთ, რადგან ჰაერის კომპრესორიც გვაქვს შეერთებული. სიმძლავრე, მოდი ასე დავაყენოთ. Duty cycle, ანუ პულსები რა ინტენსივობით იყოს ჩართული, ესეც ერთ-ერთი სიმძლავრის პარამეტრია. ეს არის სიხშირე. და ეს პარამეტრები არ გვჭირდება, ასევე არ გვჭირდება გახრეტაც. გახრეტა თუ დაგვჭირდა, ეს გვჭირდა ცოტა სქელ მასალებზე 3 მმ-დან ზემოთ უფრო. და აქაც მოდი გაჩვენებთ რა პარამეტრები არის, ანუ გახრეტის ტიპი როგორი იყოს, გახრეტის დრო, სიმაღლე, ასე შემდგომ. ეს გახრეტის პარამეტრი საჭიროა იმისთვის, რომ ლინზა არ და შემდგომ გამოვუწოთ ახლა პირცის პარამეტრი, მივცეთ apply, OK. მივცემთ OK-ს. უკვე პულტით შეგვიძლია მოძრაობა. თუ ვინა დავინახოთ სად არის თავაკი, დავაჭერთ AMX, ჩაირთვება წითელი სხივი. ყოველდღიურად ლაზერის ჩართვის დროს მოდივარ თეთრი ქაღალდით და ვაკვირდებით რაიმე ლაქა ხომ არ არის ამ ჩვენ წითელ სხივზე. ამ შემთხვევაში აქ ლაქები არ აღენიშნება, შავი წერტილები უბრალოდ თუ შავი წერტილები არის. შეიძლება გასული გქონდეს რომელიმე ლინზა, ამ ბოჭკო, ანუ ამ ლაზერულ თავაკში არის ბევრი ბოჭკო. რეალურად არის ეს არის ბოჭკო, აი აქ არის პირველი დამცავი შუშა, რომელიც ბოჭკოზევე არის თვითონ, შემდგომ არის ზედა დამცავი შუშა, აქ არის კოლიმატორი ლინზა, ფოკუსური ლინზა, ფოკუსური ლინზის დამცავი შუშა და ქვედა დამცავი შუშა. ქვედა დამცავი შუშა არის, რომელსაც რეალურად ჩვენ ვეხებით და ვცვლით. ამის გამოცვლის დროს აუცილებლად ეს არეალი უნდა მოუწმინდოთ კარგად, გამოვიღოთ, შევამოწმოთ გასული ხომ არ არის და ისევ სწრაფადვე დავაბრუნოთ. თუ დიდი ხნის განმავლობაში გვიწევს ამის გამოღება, სასურველიაო ეს ადგილი გადაისკოჩოს. შემდგომ, ახლა რაც შეეხება ქვედა ცვეთად ნაწილებს. ცვეთად ნაწილები გვაქვს. ქვედა ცხვირი. ეს ცხვირი არსებობს რამოდენიმე ვარიანტის. ეს არის ერთსაქშენიანი და არსებობს ორსაქშენიანი. ორსაქშენიანი არის ჟანგბადისთვის, ეს კი არის ჰაერისთვის. აი აქ კი გვაქვს კიდევ კერამიკა. კერამიკა გამოიყურება აი ასე. აქვს ერთი კონტაქტი, რომელიც დენს ატარებს აი ამ ძირამდე. უნდა დავაკვირდეთ, რომ კერამიკა გატეხილი არ იყოს, ეს ყოველდღიური პროცედურა არ არის, ასე რომ ვთქვათ. შეიძლება მაინც რაღაც დროში ერთხელ აჯობებს რომ შეამოწმოთ, ამის მოხსნისას აუცილებლად სალფეტკით უნდა შემოიწმინდოს, ეს სველი სალფეტკით, ესეც უნდა ამოიწმინდოს, რომ რაიმე მტვერი არ იყოს. თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში აი დაჭერისას შეიძლება ეს რეზვა მოგიწყდეთ. ახლა აი აქ ამ კონტაქტს შევსვამ ქვემოთ არსებულ კონტაქტში. გავუსწორებთ. ასე შევსვამ, თითით დავიკავებთ. აი ასე. მივახრახნით. დავუჭერთ, ძალიან გადაჭერა ამას არ ჭირდება. ეცადეთ რომ არ მოწყვიტოთ. ისევ გავუკეთებთ ცხვირს. ამ შემთხვევაში ვიყენია 1 და 0-იანი, თხელი მასალები საჭირლად არის განკუთვნილი. დავუჭერთ. და უკვე უნდა გავაკეთოთ კალიბრაცია. სამ კალიბრაციას დავიწყებთ, მოდი პულსზე და ცირედით მოგიყვებით. K1, K2 არ დაგჭირდებათ, ეს მილების საჭირო ლაზერისთვის არის. გვაქვს სტარტი, პაუზა. სტარტი იწყებს ეგრევე მუშაობას, პაუზა არის მუშაობის დროს დაპაუზება, რესუმ არის გაგრძელება, სტოპი არის სამუშაოს მთლიანი შეჩერება. Blow უშვებს ჰაერის ცხვირიდან, follow-ს ოდესაც დავაჭერთ. აიცა. Follow-ს ოდესაც დავაჭერთ, ცხვირი ჩამოადაბლა, ავტომატურად გაყვება. ეს არის follow-ს ფუნქცია. შემდგომ აქვს შათერი, რომელიც უშუალოდ ლაზერს აძლევს უფლებას, რომ დაიწყე გამოსხივება საჭრელი სხივის. Aiming-ი არის წითელი სხივის ჩართვა გამორთვა. Paint point lock-ი არ გჭირდება. Backward forward-ი არის, როდესაც უშუალოდ მუშაობას ვიწყებთ, შეგვიძლია რომ მუშაობაში შეგვიძლია წინ გადავახვიოთ სამუშაო, ან უკან გადმოვახვიოთ. დაპაუზების დროს. Laser-ს როდესაც დავაჭერთ, ლაზერი გამოასხივებს, ეს აღჭირდება იმისთვის, რომ მაგალითად ლაზერის სხივის ცენტრი გავასწოროთ ამ თავაკის მიმართ.
edge seek-ი, ანუ უშუალოდ მასალის კუთხეების საპონელი არის, frame-ი, ანუ ყველაფერი რაც აი ამ ფერის არის, აქტიურდება მხოლოდ FN ღილაკზე და აი ამ ლურჯ ღილაკებზე ერთდროულად დაჭერის შემთხვევაში. FN 0-ს მივცემთ, მივა 0-ში. უი. ცოტა ახლოს ყოფილა 0 წერტილი. მოდი აი სტარტი მივცეთ. შეიძლება იქ ნახაზი არ გვაქვს. გააქტიურებული და არ გაეშვება. Cap calibrate არის უშუალოდ ჩვენი გამოცვლილი ცხვირის დაკალიბრება. აი მაგალითად ჩამოვიყვანოთ დაბლა. მასალიდან დაახლოებით 10 მმ-ის დაშორებით და მივცეთ cap calibrate. თვითონვე დაიწყოს ჩამოსვლას დაბლა, შეახებს მასალას და გააკეთებს ტევადობის სენსორის კალიბრაციას. ეს არის აუცილებელი მე თუ გითხრათ ყოველ ჩართვაზე და ასევე ყოველ კერამიკის ან დამცავი, ანუ ამ ცხვირის გამოსვლის დროს. თუ გინდა გადაადგილება XY-ზე შეგვიძლია ამ ღილაკებით, ისრებით. თუ გინდა ჩქარა რომ გადავადგილოთ, ფასზე გვიჭერია, გვაქვს დაჭერილი უბრალოდ და ვაკეთებ ჩქარა გადაადგილებას. სხვაგვარად ნელად არის. სტეპს რაც შეეხება, ანუ ბიჯები რაც გვაქვს აპლიკაციაში მითითებული, ბიჯების მანძილი, აი ამ ბიჯებით გადაადგილდება. ან ფასზე უნდა გეჭიროთ ამავდროულად. K3, K4 ისევ მილების საჭერელი დანადგარისთვის არის და W-ებიც. ანუ ჩაქის სატრიალებლად. ახლა აი ფასზე რაც გითხარით. ზოგადად ჯოგის სიჩქარეები. ჯოგის სიჩქარეები გვაქვს აქ. ეს არის ჯოგის სიჩქარე, თუ გინდა ფასის სიჩქარე, ფასის არის ეს. ან ჩაურთავ და მოუნიშნავ სიჩქარეს.